Აკურიანი ახალგაზრდა მეცნიერებს უმასპინძლებს 24 ივლისიდან 2 აგვისტომდე საკურორტო დაბაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 30-მდე სტუდენტი შეიკრიბება წყლის რესურსები, ველური ბუნება და ბუნებრივი კატასტროფები. Ის თემებია, რის მეცნიერთა ბანაკის წევრები ერთი კვირის განმავლობაში იკამათებენ. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდამჭერის ფონდია. აკურიანის შეხვედრას კი კომპანია ნატახტარი დააფინანსებს. Თანავე სამეცნიერო პრობლემები ძალიან ძნელია ერთი ქვეყნის მეცნიერთა ძალისხმევით გადაწყდეს და ამიტომ არის აუცილებელი ხოლმე რომ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ერთობლივი მუშაობა. და ჩვენ ეკოლოგიური თემატიკა სწორედ იმიტომ შევარჩიოთ, რომ ეკოლოგიას არ აქვს საზღვარი და სწორედ აქ უფრო ხშირად ხდება მეცნიერთა გაერთიანება კონკრეტული პრობლემის შეურაცხმად. მე კიდევ 2009 წელს დაიბადა ეს იდეა, რომ გამოგვიხატა ჩვენი მხარდაჭერა ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. ამისათვის გადავწყვეტ, რომ უფრო მნიშვნელოვანი და უფრო პრიორიტეტულია ახალგაზრდა მეცნიერების განვითარება, მომავალი მეცნიერების განვითარებისკენ მივემართა ჩვენი რესურსები. შედეგად შეიქმნა ფონდი, ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი და პირველი ღონისძიება ჩატარდა 2010 წელს. 2011 წელს ხდება უფრო მასშტაბური სტუმრები იქნებიან გერმანიიდან, ასევე ახალგაზრდა მეცნიერები ფინეთიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან.